ბათუმში აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთაშორისო კონფერენცია გრძელდება. მეორე სასესიო დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრო. დავით უსუფაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ერთგულია ევროპული კურსის და ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ ქვეყანამ ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურა. მან ასევე აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არის ისეთი სახელმწიფოებიც, რომლებსაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება არ გაუფორმებიათ და ევრაზიულ კავშირში გაერთიანდნენ. თუმცა ამის მიუხედავად საქართველო ამ ქვეყნებთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს განაგრძობს. რაც შეეხება კონფერენციის მეორე სამუშაო დღის თემას, დელეგატებმა ევროპასთან ასოცირებასა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ექსპერტების განცხადებით, ევროკავშირში გაერთიანება შეუძლებელია რეგიონში სტაბილურობის გარეშე. მსჯელობა ეხება მომავალს აღმოსავლეთის პარტნიორობის იმ პირობებში, როდესაც 6 ქვეყნიდან 3-მა მოაწერა ხელი ასოცირებას, მოლდოვამ, უკრაინამ, საქართველომ, ხოლო ბელორუსი, არმენია, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სხვა გზა აირჩიეს. მე პირადად მოვახსენებ ამცემულ სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომ საქართველო აგრძელებს კეთილმეზობლურ ურთიერთობას ყველასთან, მათთან ვის ასოცირების ხელშეკრულებაში გაერთიანდნენ, რა თქმა უნდა, უფრო მჭიდრო და განსაკუთრებულად აქტიურს, ხოლო ჩვენს მეზობლებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან ჩვენ გავაგრძელებთ კეთილმეზობლურ ურთიერთობას.